საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სამი ორგანიზაცია ხელისუფლებას სიჩქარის მართვის პოლიტიკისა და ქულათა სისტემის რეფორმისკენ მოუწოდებს. ერთობლივ განცხადებაში ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია აცხადებენ, რომ მოქმედი სისტემა სიჩქარის გადაჭარბების პრევენციას ფაქტობრივად ვერ უზრუნველყოფს. მათი ცნობით 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8191 ადამიანი დაშავდა, ხოლო 479 დაიღუპა. ამათგან 114 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება იყო. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასაც. ავტორების ინფორმაციით, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების 164 ფეხით მოსიარულე მსხვერპლა, რაც მათივე შეფასებით სიჩქარის მართვის არსებული პოლიტიკის არაეფექტიანობაზე მიუთითებს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 2025 წელს ქვეყანაში სულ 3.322.027 ვიდეო ჯარიმა გამოიწერა, საიდანაც 1.811.033, ანუ დაახლოებით 55% სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდიოდა. თუმცა მოქმედი კანონმდებლობის ვიდეო ჯარიმით დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში წყალს მართვის მოწმობის ქულები არ აკლდება და პასუხისმგებლობა ძირითადად მხოლოდ ფულადი სანქციით შემოიფარგლება. არსებული პრაქტიკა განმეორებითი დარღვევების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. ამის მაგალითად კი ორგანიზაციას ოფიციალური სტატისტიკა მოყავს, რომლის მიხედვითაც ისევ და ისევ გასულ წელს ქულათა სისტემის ამოწურვის გამო მართვის უფლება მხოლოდ 560 მძღოლს შეუჩერდა, მაშინ როდესაც წლის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბების 1.800.000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეკალ ალიაშვილი საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე გვერდდება პირდაპირ ხაზზე და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ ინიციატივაზე. მოგესალმებით, ეკა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში ნაწილი საგზაო ექსპერტებისა არიზიარებს სიჩქარის შეზღუდვას და შემცირებას არსებული ლიმიტებისა. თქვენი მთავარი მიზანი და მოტივი რა არის, როდესაც საუბრობთ, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას? მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ ბოლო პერიოდში და არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახეთ მძიმე შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია სიჩქარის გადაჭარბებით ან შემთხვევები, რომლებიც კომბინირებულია და სიჩქარე დომინირებს ასეთ დროს და ძალიან მძიმე შედეგებით სრულდება. და ეს ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ თუ დავინახავთ, როგორი სტატისტიკა გვაქვს, მუდმივად სიჩქარის გადაჭარბება წინ იწევს ისე როგორც მაღალი მსხვერპლის მომტანი დარღვევა, საგზაო დარღვევა. სხვათა შორის ეს ბოლო გორის შემთხვევამ და დიდმა ტრაგედიამ ძალიან შემაშფოთებელი შემთხვევა იყო, როდესაც ესეთი ტრაგედია გამოიწვია ამ სიჩქარის გადაჭარბებამ და ამ ქცევამ მძღოლის მიერ. მაგრამ ასევე ძალიან შემაშფოთებელი იყო, რომ 225 დარღვევა ჰქონდა მძღოლს და მას კვლავ ჰქონდა მართვის შესაძლებლობა ავტომობილის. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი არის მაღალი რისკის ქვეშ დღეს, ვინც და სწორედ ეს შემთხვევა რამდენად არის იმის საფუძველი ვთქვათ, რომ სიჩქარის ლიმიტები უნდა შემცირდეს და არა უფრო მეტად გამკაცრდეს კონკრეტული მძღოლების მიმართ სანქცია. გამოსავალი ეს რამდენად შეიძლება იყოს ამ ამბავში? ეს არის კომბინირებული საკითხი, ეს ხო არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა, ეს უბრალოდ დაფიქსირდა ფაქტი ასეთი, თორე ყოველდღიურად ხდება მსგავსი შემთხვევები, რომლებზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ და ეს ყურადღების მიღმა რჩება. ეს ნიშანია იმის, არა მარტო ეს ერთი შემთხვევა, არამედ ბევრი, რომელიც სტატისტიკაში გვაქვს ჩვენ, რომ პრობლემა გვაქვს ქვეყანაში ის, რომ დამრღვევი მძღოლები დადიან, რომლებიც პოტენციურად მათი ქცევა არის ძალიან დიდი მსხვერპლის მომტანი, საფრთხის ქვეშ აყენებენ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს და დაუსჯელობის სინდრომი არის 225 ჯარიმა, როცა გააქვს საგზაო დარღვევებზე და მაინც გაქვს მართვის მოწმობა და შეგიძლია რომ იმართ. ეს არის ძალიან დიდი ხარვეზი. რომელიც არის გამოსასწორებელი აქ მარტო სიჩქარის გადაჭარბება მთლიანობაში საგზაო უსაფრთხოების საკითხში. ასეთი кейსები უნდა იყოს შესწავლილი და ასეთი მძღოლებს თავისებური წერტილოვანი მიდგომა უნდა იყოს, რომ ასეთი მძღოლი აღარ იყოს გზაზე გამოსული, ხო? ეს არის აქ მნიშვნელოვანი, რაც შეეხება თავად სიჩქარეს. აქ საერთაშორისო პრაქტიკას თუ მოვიშველიებთ, ჩვენ საქართველოს მხოლოდ აი ესე ცალკე მდგომი ქვეყანა ხო არ ვართ, არა? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო, სხვა ქვეყნები, რომლებიც უკვე 30 წელია
საგზაო უსაფრთხოებაზე მუშაობენ, იქ საუბარი იმაზე არ არის, აქ 50 იყოს თუ 70, იქ საუბრობენ 50 და 30-სად იყოს და როგორ განაწილდეს ეს სიჩქარე ქალაქის მასშტაბით. აქ საუბარი არის ქალაქის იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც გადაადგილდებიან ქვეითები, მაცხოვრებლები არიან, სკოლები არის და აქ უნდა იყოს სწორად სიჩქარის ლიმიტები გადანაწილებული. არ ვსაუბრობთ იმ ლოკაციებზე, სადაც მხოლოდ მანქანები დადიან. შესაბამისად, აი საერთაშორისო პრაქტიკა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ თუ გვინდა უსაფრთხო ქვეყანად ვიქცეთ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, თუნდაც გზების მიმართულებით, შესაბამისად საპირისპიროზე ყოველთვის იარსებებს და ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა რაღაცნაირად დავამკვიდროთ ის სტანდარტი, რომ ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს 450-ზე მეტი წლის განმავლობაში და 7,000-ზე მეტი არ ზიანდებოდეს. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ და არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რა კავშირი შეიძლება იყოს სიჩქარის შემცირებასა და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის კლებას შორის? ეს კორელაცია თუ არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე და აქვე კითხავთ, მაგრამ თბილისის განლაგებიდან და ყველა პარამეტრიდან გამომდინარე, რაც აქვს ქალაქს და ვიცით, რომ ძალიან დიდი საცობებია და ბევრი პრობლემაა საგზაო მიმართულებით, ეს რა ტიპის გავლენას იქონიებს ლიმიტების შემცირება? ამაზე თუ არსებობს ასევე რაიმე კვლევითი მონაცემი? ჩვენ რატომღაც გონია, რომ სიჩქარის ლიმიტების შემცირება მაინც და მაინც საცობებს გამოიწვევს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ 10 კილომეტრიან სხვაობასაც კი შეჯახების დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს დამტკიცებულია. ეს არ არის რაღაც მოგონილი იმ ექსპერტების, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ქვეითი შეჯახების დროს 10 კილომეტრიან სხვაობა შეუძლია სხვადასხვა ტიპის შედეგი მოგვიტანოს. მაგალითად, 60 კილომეტრით იქნება ეს თუ 50-ით შეჯახება, ეს აბსოლუტურად შეუძლია ან დაღუპოს ადამიანი, ან პირიქით მცირე დაზიანება მიაყენოს და მათ შორის შეჯახებას თავი დავანებოთ, დაბალ სიჩქარეზე შეჯახების ალბათობა ბევრად ნაკლებია და შეიძლება გამორიცხულიც კი იყოს. ამაში არის საქმე. ჩვენთან დღეს რა ხდება? 60 კილომეტრი არის საშუალო სიჩქარე და 15 კილომეტრი/საათი ტოლერანტობის ზღვარი. ანუ 75-ით შეგვიძლია ქალაქში ისე ვიაროთ, რომ ფეხით მოსიარულე ნებისმიერ იმ ლოკაციაზე, სადაც მჭიდროდ დასახლებული პუნქტია, ისე რომ პრაქტიკულად ეს ნორმა არის ჩვენს ქალაქში და ამის შეცვლა არის საჭირო. ეს არ არის რაიმე ახალი პირიქით, ეს არის ის სტანდარტი, რომელიც კარგახანია უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში და აი ტოლერანტობის ზღვარი 15 კილომეტრი/საათი არის აუცილებლად დასაწევი და ეს ძალიან ბევრ ადამიანს გადაარჩენს მერწმუნეთ, იმიტომ რომ ეს ასე არის, პრაქტიკა არის, კვლევები არსებობს და მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსთაველის რეაბილიტაციაზე მკითხეთ კიდე. არა, საცობებზე კითხეთ ჯერჯერობით, რა გავლენას იქონიებს საცობების თემაზე? ანუ ეს გადაწყვეტილება როგორ ფიქრობთ, დაამძიმებს ქალაქში ვითარებას თუ პირიქით შეიძლება კვლევები ამბობდეს, რომ სიჩქარის ლიმიტების შემცირება არ მოქმედებს ნეგატიურად? ამაზე თუ გაქვთ და მე უკვე გადავიდეთ რუსთაველზე, რომელიც მთავარი ტკივილია დღესდღეობით მე მგონი ქალაქის. აუცილებლად დიახ, ნებისმიერ საკითხზე რასაკვირველია, საცობები არ არის პირდაპირ კავშირში. ჩვენ ვერ ვიტყვით, საცობები ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც იწვევს. ერთ-ერთი არის ასევე ეს ჭკვიანი სისტემა, რომელიც უნდა დაინერგოს და არსებობდეს ქალაქში და გააკონტროლოს და მონიტორინგი გაუწიოს და მართოს საგზაო ნაკადები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და არის სხვა პარამეტრები, ვიცით ჩვენ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს და ეს გრძელვადიანი პროცესია. ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხში და ინფრასტრუქტურის მოწყობა თავად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ და ზუსტად სიჩქარის ლიმიტები ამასთან კავშირში არის, რა თქმა უნდა, რომ პირდაპირ ჩვენ მხოლოდ სიჩქარის შემცირებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავაკავშირებთ საცობების რდას. ეს არის რაღაცნაირად განწყობა, მაგრამ მერწმუნეთ თუ საერთაშორისო პრაქტიკას გავეცნობით, ამ შეკითხვებს უბრალოდ აღარ დავსვამთ. თუმცა ჩვენთან მე მგონი ბევრად მეტია ავტომობილების რაოდენობა და აქედან გამომდინარე ჩნდება ეს კითხვები. მინდა და ასევე მეკითხა ვიდეო ჯარიმების მიმართულათა სისტემაზე. ამის საშუალებას როგორ ხედავთ, რამდენად შეიძლება ეს სწორად იყოს, რადგანაც შეიძლება არ ვიცი სხვადასხვა ავტომობილზე სხვადასხვა მძღოლი იჯდეს და ამის დადგენა რთული იყოს, მოკლედ ვინ არგოს კონკრეტულად იმ დროს. აი ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი არგუმენტები და პოზიცია გაქვთ?
დიახ, ეს არგუმენტი თითქოს წამოვიდა სახელმწიფო უწყებებისგან, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია, რომლის მოგვარება აბსოლუტურად შესაძლებელია. ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, ვთქვათ, იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის ის საკითხი, რომელიც თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნება იქნება, აბსოლუტურად მოგვარებადია, როგორ ახერხებენ სხვა ქვეყნები და ქალაქები ამ სისტემის დანერგვას. ხო, ანუ პრეცედენტი შექმნილია არაერთი და რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ახალ რამეს არ ვიგონებთ აბსოლუტურად შესაძლებელია ამის დანერგვა, თუნდაც სხვა იჯდეს საჭესთან ამის მიკვლევადობა ასევე შესაძლებელია და ქულათა სისტემა განსაკუთრებით სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რომ დავიწყოთ მსჯელობა რამდენიმე წლის წინ ავწიეთ ჩვენ ეს საკითხი, მაგრამ ახლა უკვე უფრო და უფრო რთულდება სიჩქარის გადაჭარბება და წინ მოდის ამ საკითხის მნიშვნელობა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქულათა სისტემა რაც დღეს გვაქვს არ მუშაობს და ეს ხარვეზი გამოსასწორებელია 1,5 მილიონზე მეტი დარღვევა როცა არის გადაჭარბებაზე და 560 მძღოლს აქვს ჩამორთმეული მართვის უფლება ბუნებრივი აქ რაღაც არასწორ ქმედებასთან გვაქვს საქმე სისტემაში გამოსასწორებელი არის ეს ნაწილი მაშინ უნდა ვთქვათ რომ ქულათა სისტემა არ გჭირდება თუ ასე არის იმიტომ პრაქტიკულად დღეს ის პოტენციალი რაც ქულათა სისტემას აქვს და რისთვისაც დაინერგა რა ჩანაფიქრითაც და არ მუშაობს ამ ნაწილში ვერ მუშაობს რა თქმა უნდა არ მუშაობს და არა და უნიკალური შესაძლებლობაა რომ პირიქით გამოვასწოროთ ადამიანის ქცევა და შევამციროთ დარღვევები და რაღაცნაირად ამას მეტი წამუშავება ჭირდება და მეტი ყურადღება ჭირდება მხოლოდ ჯარიმები ჩვენ ვიცით ბოლო დროს ჯარიმები გამკაცდა შემდეგ ისევ შეიცვალა ანუ ხედავთ რომ სახელმწიფო ცდილობს რაღაც გააკეთოს თითქოს ჯარიმების აწევით, მაგრამ მხოლოდ ჯარიმებით ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ. და თუ მცდელობები არის და კეთილი ნება არის სახელმწიფოს მხრიდან და პოლიტიკური ნება, ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლოთ და ეს პრაქტიკები გაუზიაროთ და შევეცადოთ, რომ დავნერგოთ ეს სისტემა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ მოვერევით. ხო, ჯარიმები ძირითადად ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი გზაა და თუმცა რასაც სტატისტიკა აჩვენებს გაუმჯობესების ნაწილში სამწუხაროდ უკეთესი შედეგები არ გვაქვს. ქალბატონიკა, ბოლოს აუცილებლად მინდა რომ ვკითხოთ რუსთაველის გამზირზე, რამდენად სწორად არის ის გადაწყვეტები, რაც რეაბილიტაციის დროს შემოგთავაზა მერიამ, ფაქტობრივად კოლაფსია სატრანსპორტო გარეთ და ეს ხდება მაშინ, როდესაც ვიცით რომ ზაფხულიან, თბილისიც არიელია შედარებით სასკოლო სივრცეები არ მუშაობს და ასე შემდეგ. სექტემბრიდან როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას და რამდენად სწორია მოკლედ ეს მოდელი, რითაც მუშაობთ. რუსთაველი კიმნიაული საკითხია და არა მხოლოდ რუსთაველი, ყველა ის საკითხი შეიძლება ითქვას რომ მთელ თბილისზე გადავიდა რუსთაველის ეფექტი და უკვე იგრძნობა ეს ამბავი. რომელიც ყველა ის ლოკაცია, რომელიც აი ესე იკეტება ბუნებრივია ახდენს სხვა უბნებზე გავლენას და ძალიან კარგად გვესმის, უბრალოდ ის რაც ხდება არის მართლა უპრეცედენტო რუსთაველის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია ძალიან კარგ შედეგს მოიტანს ფეხით მოსიარულეთათვის, ეს მნიშვნელოვანია რომ ამ ტიპის პროექტები, რომელიც ჭავჭავაძეზე გაკეთდა, გაგრძელდეს და ქვეითებისთვისაც იყოს, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომის გარემო და დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს რუსთაველზე არ ხდება, თუმცა რაც დისკომფორტი, რაც მშენებლობის დროს არის, შესაძლებელია ბუნებრივია გადაიკეტოს უფრო მცირე მონაკვეთებად და ასევე მნიშვნელოვანია რომ მანამდე იყოს საჯარო კონსულტაციები გატარებული, რათა მოლოდინი იყოს იგივე ბიზნესების, მოქალაქეების, რომ რაღაცნაირად შეფერხება იქნება, ვთქვათ, კონკრეტულად 4 ან 5 ან 3 თვის განმავლობაში, ეს ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ასევე მინდა გამოვეხმაო რომ იმ ამბავს რომ ბოლო დროს ჩვენ ნახეთ ურბანული განვითარების სააგენტოს და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენლების, ასე რომ ვთქვათ, კომუნიკაცია საზოგადოებასთან ესეც მნიშვნელოვანია, რომ აქამდე ეს პრეცედენტები იშვიათად იყო, როდესაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ხა მერის გარდა საუბრობდნენ ამ თემებზე და ეს პრაქტიკა უნდა დაინერგოს კიდევ უფრო აქტიურად, იმიტომ რომ მოლოდინი მართოთ და საზოგადოება არ იყოს რაღაცნაირად უცებ შოკი არ ქონდეს, რომ აი წინა დღეს გავიგეთ რუსთაველი გადაიკეტა. ეს მნიშვნელოვანია და ამ ტიპის პრაქტიკები არსებობს, ჩვენ შეიძლება რეაბილიტაცია ბუნებრივია უნდა მოხდეს, მაგრამ სწორად იყოს მართული ეს პროცესი, მათ შორის უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით რომ უსაფრთხოების ელემენტები არის მნიშვნელოვანი, როდესაც გზა გადაკეტილია და იქ ფეხით მოსიარულეებს მაინც უწევთ მოძრაობა. უნდა იყოს ასევე აი ეს რეაგირება, სწრაფი რეაგირება თუ იქ რაღაც ფორს მაჟორული მოხდა. ეს მშენებლობის პრაქტიკა არის, რომელიც საერთაშორისო
დონეზე დამკვიდრებულია. ტრაგედიას ვერ ხედავ იმაში, რომ რუსთაველის ან ნებისმიერი სხვა ქუჩის რეაბილიტაცია ხდება, უბრალოდ ეს პროცესი უნდა იყოს სწორად მართული და ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. ეკა ლალიაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე გვერდთვებოდა საქმე ინდილის პირდაპირ ეთერში.